დილამ შვიდობისა მეგობრებო, დილამ შვიდობისა. ხო იქ კი მიწყვია რაღაცები. იმიტომ რომ შემოვიტანე გაწვიმდა. თან მაგრად გაწვიმდა, მეგობრებო, გაგრილდა. შვენივრად აგრილდა. კაია, სიგრილეს რაჯობია. არც ცხელა და არც ცივა ისე ვარ დამწუთას. ჯერ დილა მე ცოტა ჩამიცხრა, მაგრამ ყრუტკვილად კი მაქვს ისე დარჩენილი, აი მაინც მეტყობა აქვს რომ აქ. მაგრამ არა უშავს. თავარია რომ უკეთესობისკენ მივდივარ. ნათანიკომაც გაიღვიძა ეხლა და ჯერ არ იცის. ვერ ხდება რომ აქ ვიდეოს ვიღებ, თორე გამოიქცევა. ეხლა მეგობრებო ეყლიყოები შეუწვა ვაჭამო. მე გავაკეთო მწვანე ლობიონი გზით მალახტო. ეს ერთ ვიდეოში კი მაქვს ნათქვამი და უბრალოდ მოგიყვებით და დეტალურად აღარ ჩავწე. სახლი თითქმის გავედი ბოლოში. ცოტა რაღაცები მაქვს, მაგრამ ამას ერთი შემოვლება ეყოფა. ბევრი დრო არ უნდა ამას და გესმით ტიკ-ტიკი. და უცებ გუშინ ალბათ უცებ დავალაგებ მე გუშინ ალბათ 1-4 ჯერ მოუწმინდე ატაკები ყველგან რომ სისუფთავე შემენარჩუნები. ეხლა ერთი კვირა რომ ატაკს არ მოწმენთ, კი იცით რა იქნება სახლში და მე ალერგია მაქვს იმაზე. ფეხში შველი რომ ფეხი დადო და რამე იყოს ქვემოთ. შენ გაიღვიძე? მოდი აბა, მე ჩვენია თუ გაიღვიძე. ძემი გაბურძღნული. ბები რომ დაგვარცხნა, როგორ გაქვს? ბაბა ნამეწუხელდა. მოგვესალმე. უი. ჯანმრთელობა ბები. მოგვესალმე აბა. მოგვესალმე. მოგვესალმე. ინდეს ლაპარაკობებია და მოგვესალმე. ახ, ჩემი ღუტონა. აი. რა კარგი იყო იქიდან ხიარომიდან. კარგი ვიდეოების გადაღება მეგობრებო, მაგრამ ეხლა სახლიდან სხვა რა გზა გვაქვს. მოგვიწევს გადავიღოთ ასეთი ვიდეოები. ეხლა სულ გარეთ ხომ ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა. შეუწყვა ეყლიყოები ნათანიკოს. თან მისთვის იყო კარგი რომ შეხო ყველაფრისთვის კარგი იყო, მაგრამ ერთი დადებითი ჩემთვის ის ქონდა კიდევ რომ აი თემა არაფერი არ იყო მოსაფიქრებელი, თავისთავად გადიოდა იქ თემაც და გეგმაც და ყველაფერი და აქ ეხლა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება უნდა გაჩვენოთ. თავისთავად ერთი კვირა საჭმელი არ გამიკეთებია სახლში. ხოდა აუცილებლად გავაკეთოთ ეხლა საჭმელის სახლში გაკეთებული საჭმელი ისე გემრიელად მონატრებულია ყველას. ასეთი უფრო ცოტა კაკლიანი, მარცვლიანი ლობი უკეთესია მალახტოსთვის და გამოვიღებს ზოგიერთს შიგნიდან. ცხელი ჭადი და მალახტო. აი რომ გამოვიძინე ლამაზად, შვენივრად, მაგრამ ისე ვარ თითქოს ახლა რომ დავწვე კიდე და მეძინება. იქაც მეძინა შვენივრად,
ნახტის ერთი ღამე, პირველი ღამე იყო რომ არ დამიძინია. ბეშუმში პირველი ღამე საერთოდ არ დამიძინა. ასე ვიცი ხოლმე, სადაც არ უნდა წავიდე და ადგილი ვიცვალო. ვერ დავიძინე. დედაჩემთანაც მასე ვარ. მერე ვიძინე. გამოუძინებელი არ ვარ, მაგრამ ავიღალე გუშინ სახლში. იმდენი საქმე მომეყარა ერთად რომ საავთოვებელი მაქვს მეგობრებო, εν რაოდენობის. რომ გაჩვენოთ, εν რაოდენობის. გაჩვენოთ. ой. აქედან ალბათ 1, 3 ან 4 იქნება რომ არ არის გასაავთოვებელი. დანარჩენი ყველა დასაავთოვებელია და დღეს უნდა მოვახერხო, მაგრამ ნახოთ. მთლიანად თუ არა ნაწილი მაინც. თორემ მე ერთიანად უფრო გამიჭირდება ნაქვია უთოსთან დგომა. არაშოს. არავინ არ მიყვირებს, რატომ არ გავთავიო. გავთავიოთ ნახევარს დღეს და ნახევარს სხვა. მეგობრებო, თქვენ ვინ სად დაისვენეთ, ან თუ საერთოდ დაისვენეთ. რუსო, თქვენ ქობულეთში ისვენებთ. კარგი დასვენება. ბედნიერი დღეები. მაკა, თქვენ რაჭაში. თქვენს კარგი დასვენება. ვინც არ ვიცი და ვინც სადმე ხარ, ყველას ბედნიერი დასვენება და ხალისიანი დღეები მეგობრებო. ვინც ვერ ახერხებთ დასვენებად, იმათაც ვისურვებთ, რომ სახლში ისეთი დღეები გაგეტარებინოთ, ხალისით, სიხარულით და არ შეგტკიოდეთ გული იმაზე, რომ ვერ წახვედით სადმე. ზოგჯერისია. მე მაგალითად ეს არ ვიცი რამდენი წელია, არც არ წამოწყულა. უკვე აღარც მახსოვს რამდენი წელია. რამდენი ხანია, რაც ავად ვარ მithumetes. მაგრამ მანამდეც. მე მგონი 2008 წლის მერე მე არ სად არ დამისვენია, თუ არ ჩავთვლი ერთი რომელი წელი იყო არ მახსოვს, დედაჩემთან მომავედი სოფელში ერთი ერთ. დანარჩენი მე არ სად არ დამისვენია და ჩემთვის იმიტომ იყო რაღაც. არა, ისეც кайიყო და ისეც განსაკუთრებული იყო, მაგრამ ეგეც პლუს რომ ვერსად ვეღარ დავდიოდი. ორმაგად კარგი იყო ჩემთვის. გული არ დაგწდეთ მეგობრებო. საერთოდ არ ვიცით არავინ. შეიძლება ისეთი მომენტი ჩაგვივარდეს, რომ სულ არ ფიქრობდეს და არც მე არ ფიქრობდი. უცბად რაღაც გადაწყვეტა ამირანმა და წავედი. და თქვენს ჩაგივარდეთ ისეთი მომენტი, რომ წახვიდეთ სადმე. დაისვენოთ, შეირგოთ ერთი კვირა მაინც. საჭიროც არის და აუცილებელიც არის. ვერ ვახერხებთ, მაგრამ ისე კი არის აუცილებელი. ადამიანს გჭირდება განტვირთვა, გჭირდება რაღაც ცხოვრებაში ცოტა ცვლილების შეტანა. ორგანიზმსაც ჯანმრთელობასაც სჭირდება. რა ვიცი, ყველაფრისთვის კარგია. ერთფეროვნებაც სულ რა ვიცი ახლა. ჩემი სახლი არასდროს არ მომბეზრდება, მაგრამ სულ ერთ ადგილას რომ ვიყავი, სულ მარტო კერძები, სულ რაღაც ერთი და იგივე უკვე მოქმედებს ადამიანზე. რაღაც გინდა შეიტანო ცვლილება, გახვიდე, რაღაც მაინც. შეიძლება ვერ დაისვენო, მაგრამ სხვანაირად შეიტანო შენს თავში, ანუ შენ ცხოვრებაში. ცვლილება და ეგ მე მაგალითად ხასიათს გამომიკეთებს. ელემენტარული ცვლილება ჩემში. და ერთი და იგივე ყოველთვის. რაღაც
თითქოს და მაღიზიანებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ჩემ თავში ვატყობ ამას. მე შეიძლება ერთმა ნივთმა რაღაც ვიყიდო, ერთი ნივთი, არ აქვს მნიშვნელობა. იმან უფრო გამახალისოს მთელი დღე და სხვა რაღაცამ ვერ ამაგავითად. რაღაც ასეთი ხასიათის გავხდი ამ ბოლოს. კარგი იყო იქ მართლა ვიხალისე, მართლა გემრიელად დავისვენე. ყველაფერი კაი იყო. ჩემს ჯანმრთელობაზეც ისე აისახა რაღაც, რომ იქ რა ვიცი, დავფრინავდი. როგორც კი ჩამოვედი, უკვე იმ ენერგიით ვერ. აიხა კაი გუშინ დავიღალე. ძალიან ბევრი საქმე ერთად მომიწია, მაგრამ მარტო დაღლაზე არაა. რამდენს ცინის. მამამისი თამაში. არ დაიძინა გუშინ. მამასთან. ჩვენთან იყო. ბაბუა საერთოდ არ დააცინა. ფეხები თავზე ქონდა დაწყობილი. ზოგჯერ უნდა ზოგჯერ კი არა, სულ ჩემთან უნდა და იშვიათად რომ გიგასთან დაიძინოს და გუშინ წიმასთან ეძინა. რა მოხდა არ ვიცი. რა თხეშია თამაშო. სულ კისკისებს, სულ. ოღონდ თამაშე და მეტი არაფერი არ უნდა. წუხელ თავბანე და დავაწვენე და ეგრევე ჩაეძინა. აი, ამირანი იყო ისე გადაღრილი, მეგობრები, ისე გადაღრილი, რომ იქ ხომ ვატარე. იქაც კი, როგორ არა, მასაც უნდოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება უფრო დაესვენა და მთელი დღე ეძინა და ისე გასულიყო უბრალოდ გარეთ, იმდენად დასვენება უნდოდა და ბევრიც შეიძლება ჩემი ხათრითი არა, მე რომ მინდოდა იმიტომ ძალიან გადაღრილია, სულ მუშაობს, სულ 4-ზე რომ ადგა გუში, მოვიდა 5-ზე ჭამა და სანამ დაიძინა გაიღვიძა ისევ წასასვლელი აქვს და ძალიან გადაღრილი იყო. მისლა უჭირდა, თორე მე მასაც მოწონდა, იღლებოდა გზაში, ჯდებოდა, თორე მე მანაც კმაყოფილი იყო. ამბობს კიდეც ერთ ვიდეოში, კაი ყოფილა მართლა. წონით ბაროზე ძალიან მოეწონა. აქო აღარ უნდა გეჩქარებოდეს და იჯდეოდა ცოტა ხანი გაერთო რაღაცითო მაინც. მართლა კაი იყო, მაგრამ გზად მოვედით სახლში, ჩამოვედით 6 იყო უკვე საათი. ხო და მაინც ჯობდა წამოსვლა ვიდრე მან ხამე გვერდო გზაში. ხობებია. ისმე. გინდა რამე? არა. ხო. ვიდან არ გადაგიყვანო? რატო, ბებია? აბა რატომ თქვი? რაღაცებს იგონით. იქ თაში ქონდა ვიღაცას ისეთი კარგი ბოსტანი, მოკლედ არ ვიცი და დაიარებოდა, ყიდდა. ყველაფერი ქონდა. ჩვენ გვინდოდა მთის ფხალი, მაგრამ ძირიანად უნდოდა ამირანს, ძირებიანად თუ მოჭრისო და ძირებიანად არაო და აღარ გამოვართვით. მთის ფხალი ძალიან კაია. ამასაც ჩავყრე ახლა წყალში. ეხლა აქ წყალში უნდა ჩავყარო და აქ იმიტომ მიდევს მეგობრებო, ჯერ არც გამირეცხია, კი იცით. აი ამდენს ვუშვები, ქინძი, პრასი უფრო მეტი და ეს შაშპრამი ცოტა. აი ამ ლობიოს. და ნიგოზი ეს მწარე პირპილი. ნახავ თუ მწარია, ამდენს არ გავუკეთებ ნახევარს. სად მიდიხარ? სამშაბათზე მიდიხარ? წასვლა არ უნდა და
უილით მიყავს რომ სამუშაოზე მიდის. სად მიდიხარ სამუშაოზე? ბებია, სად მიდიხარ? სამუშაოზე. შენ სამუშაოზე? რა უნდა იმუშაო იქ? სამუშაოზე. გიგას ერთად უნდა იმუშაო? მაკოცე მაშინე. კარგად. შენ წიწადე? რა არის ტელევიზია? ნათან. კარგად, დამემშვიდობ. შემოტრიალდი და გინახო. იქ ცხოვრობები, ლიფტის ოთახში ცხოვრობ? კარგად. კარგად, ხელი დამიქნე. ახლა არა ბებო, სამუშაოზე რა მინდა მე? მერე მოხვალ ესე. კარგად. გავუშვი ახლა მეგობრებო, ნათანიკო და ეხლა შეუდგე საქმეს. იმდენი საქმე მელოდება წინ? იმდენი საქმე. ეხლა დავიწყებ ასე სულ ლაპარაკი საქმე. ხო მე მქონდეს მარტო, ხო? უბრალოდ სახლში რომ არ ვიყავი მეგობრებო, ძალიან ბევრი საქმე დამიგროვა. დღეს წვიმაა და გარეთ არ მუშაობენ, მაგრამ ეთყობა ისე ლაითად და ცოტა მე ხელს შემიწყობს იმაში, რომ ხმაურიანი ვიდეო არ იყოს. დავადგამ ახლა ლობიოს, მოვტრიალდები და დღეს დავალაგო სახლი. ისევ ძირფესვიანად. ხომ დავალაგე გუშინ, მაგრამ არაფერს არ ეთყობა. დავადგამ ეხლა და წყალსიცით ბევრს არ ვუშვები და ვხარ შავ ორთქლში. აი მეგობრებო, არ ვარ მილაგებული ჯერ და არ შენიშნოთ და არ დაგნახოთ, იმიტომ რომ თან ყველაფერს ერთად ვაკეთებ. იქით წმინდა ვაკეთებ, საჭმელს ვაკეთებ. იქით ვალაგებ, აქეთ რაღაცა და თქოთ რომ არ დაინახოთ ცუდად, თორემ ისე დაინახეთ. მე რომ არ მქონდეს ეს ჭურჭლის მანქანა, ან ისე მანქანა სარეცხი. არ ვიცი მართლა რა მეშველებოდა. ეხლა მეგობრებო, მე ჭადიც დავაკარი, ასე ვძახით ჩვენ. აი ლობიოს თითქმის მოხარშვამდე მივიდა. ორთქლმა შეიძლება არ იგიქნას, ცუდად ჩანდეს. ეს გავამზადე ნიგოზი, ნიორი არ უნდა მეგობრებო ამას. მაშინაც ვთქვი და ეხლაც გეტყვით და დეტალურად აღარ მოუყვებით. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ ინტერესი, მიდევს ამის ვიდეო, აწერია აჭარული კერძი მალახტო. მე კიდე ვარ ასე გამოწეწილი, იმიტომ რომ ერთ ხელდა სამუდამოდ დავამთავრო ეს დალაგება და მერე დავიწყო უნდა ცოტა ჩემ თავზე მივხედო. მერე ვარ ექიმთანაც მისასვლელი, მაგრამ სანამ ეგ არ ჩაცხრება ბოლომდე, მაინც არ აქვს აზრი ექიმთან მისვლას, ჯერ რომ ანალიზები ავიღო, მე ვფიქრობ, ჩემი აზრია რომ ანალიზები არ იქნება ზუსტი და უკვე დღეს პარასკევია, ხო? შაბათი კვირაც და ორ შაბათიდან თუ უკეთესად ვიქნები, შეიძლება ორ შაბათ მივიდე ექიმთან. მინდა თმის შეჭრაც დამოწეს რიგებაც. ჭხილიც უკვე არის გასაკეთებელი. ხო და რაღაცეები მისახედი მაქვს მეგობრებო ჩემი თავისთვის, თორემ მართლა მოვეშვი ძალიან და ქალი ვარ ბოლოს და ბოლოს ასე არ შეიძლება. ცოტა მაინც მივხედო და მისაყვედურად ყოველ ვიდეოში რომ
უფრო ავჩქარდე და უფრო მომეცეს იმის ინტერესი, რომ როგორც ცუდად ჩანვარ თურმე და მივხედო ეხლა სასწრაფოდ თავს მეკი. მომეცით შენიშვნები, უამრავი შენიშვნა, უფრო სწრაფად გავექანები. ხო, მეგობრებო, დღეს ამინდი ძალიან მაგარი წვიმა იყო, შუაღამეშიც და დილას გამთენიისაც. ვთქვი კიდეც რომ სარეცხი შემოუდგი მეთქი, მაგრამ მე რომ სარეცხი შემოუდგი, წვიმა ახალად იწყებოდა და მე ამირანთან რომ დავრეკე, მანქნები კინაღამ წყალმა წაიღო, ისეთი საშინელება იყო ღვარცოფიო იქით ბონში ბაზართან. ეხლა გამოიდარა, იწყებს უფრო ამინდი მზის გამონათებას. ნაწვიმარი არის ქუჩებიც, აი ჩემს აივანზეც წვიმა, ნაწვიმარია. ხო და მივყვები ეხლა დავალაგებ სახლს. ბოლომდე და მე უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება იმისთვის, რომ ვიყოთ თქვენთან მეგობრებო. თან ეხლა ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ აი როგორ მინდა ვთქვა. უფრო მეტ სასწრებს ხალხი და უფრო მეტსაც აკეთებს და უფრო მეტი მოდი იქით გავიდეთ, თორემ ხმა მაინც შემოდის. უფრო მეტი საქმე აქვს ხალხს და შვილებიც და შვილიშვილებიც და მართლა გადარბენებზე არიან და უფრო მეტის ნახეცავთობე რამდენი. მაგრამ მე ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ესეც ცოტა აი როგორ ვთქვა, მეტი კი არ არის, მაგრამ მიჭირს. ხო და თან რომ ბავშვი მყავს, თან კაცებს საჭმელი უნდა, თან დაალაგე, თან უკვე ვიტვირთები იმ დონეზე, რომ წუხელისე ვიყავი. ერთი მსული მქონდა, რომ დამეძინა, თორემ უკვე ვატყობდი, რომ ძალიან ვერ ვიყავ. და ნათიამაც ჩემმა მეგობარმა მეზობელმა მომცა უკვე შენიშვნა, რომ შენ ხომ იცი, მე რა მოგივა და რა დაგემართება, მიხედე ეხლა შენ თავს და დაისვენე ამდენს ნუ ვაკეთებ ერთათო და მართალიც არის, იმიტომ რომ მე ოჯახიც უნდა გავაწვალო, ჩემი თავიც უნდა გავაწვალო და ჯობია მაგას რაღაცები დავტოვო და ნელ-ნელა ვაკეთო. თუ შევძლებთ ცოტას გარეთაც გავალ, იმიტომ რომ მე სახლი იცით თქვენ ჩემი ამბავი, გარეთ როგორ ვარ და სახლში როგორ ვარ. ვისტრესები, არ ვიცი მეგობრებო, ვინმეს თუ გჯერათ იმის, რომ რამე არსებობს, აი მითხარით მართლა. ის თქვა მინდა, თუ ვინმე მიცით და თუ ვინმეს მართლა რამე გაგიგონიათ. მაგის შესახებ, როგორ ვარ მეგობრებო, სახლში რომ შემოვდივარ, რაღაც ვისტრესე, ხომ სიხარულით მოვედი, სახლისე მომენატრა, ვაიმე ჩემი კუთხე, ყველაფერი ხომ მომენატრა და ყველგან დავიარე და ჩემ ყვავილებს გადავხედე პირველ რიგში და ხომ სიხარულით შემოვედი და ხომ მონატრებული მქონდა. აი გავა 1-2 საათი და უკვე მეწყება რაღაც დასტრესვები, რაღაც და აი გარეთ რომ გავდივარ, მე ვარ კარგად და სახლში ვარ, როგორ იცი, აი ვერ ვარ, არ ვიცი, რამე თუ იცით, მითხარით ან რა გავაკეთო, ან ეს ჩემი აზრია თუ მართლა რამე არსებობს. მიხვდებით რის თქმასაც მინდა ვთქვა და ვერ ვამბობ. ხო და თუ ვინმეს გჯერათ რამისი, თუ ვინმე ხართ ასეთ საკითხთან შეხებული, მითხარით და მეც გავაკეთებთ. მე კი მირჩია ერთმა ჩემმა ახლო მეზობელმა მირჩია და რაღაცა გავაკეთე, მაგრამ ყველაფერი ვერ გავაკეთე. ეგეც ერთი იმის დასტურია, რომ აი არ ვერ მიხვალ იქამდე, რომ ის გააკეთო, რომ შენ შვება ნახო, ვერ მიხვალ აქამდე. ეგეც მაგის დასტურია ზუსტად. არ ვიცი, ახლა საიდან სად გადავერთე მეგობრებო, მაგრამ რატომ თქვი, მინდა მე ცოტა ერთი 9 საათი მაინც გავიდე გარეთ, თორემ მე ვიცი მე ჩემი თავის ამბავი. დაგემშვიდობებით მეგობრებო, მიყვარხართ ყველანი ძალიან. რა უყო ჩემი ვიდეოები აწი უფრო მეტად იქნება სახლიდან, მაგრამ მაინც ყოველდღე ვიქნები თქვენთან. შვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.
აი ვამბობდი ვიდეოში და ვინც ისვენებთ, ბედნიერ და ხალისიან დასვენებას გისურვებთ და აბა დროებით.